მოგესალმებით მეგობრებო. მე ლადო ვარ, თქვენ უყურებთ ჩემს ლადოს არს უყურებთ YouTube-ზე. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ახალი უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში არ იყიდება, ქირავდება. ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველზე, სარაჯიშვილის ქუჩაზე. სარაჯიშვილის 8 ნომერში ვიმყოფებით. იტალიურ ეზოში ვართ, 2 სართულიანის მეორე სართულზე. ვიწყებ და დაწებული გადაღება, უნდა გაჩვენოთ აქ 3 ოთახიანი კი არა და 4-იანი ქალბატონდალი. 3 ზალა, 3 საძინებლიანია. დიახ, და 2 აბაზანი ტუალეტი. 3 საძინებლიანი სახლი უნდა გაჩვენოთ, 2 აბაზანა ტუალეტი და 1 მისაღები. დავიწყეთ, აბა, შემოვედით. რასაც უყურებ, რომ შემოვედი, მაგარი სახლია ძალიან, თანაც მაგარ ადგილზეა. დავიწყეთ, ესე იგი ეს საძინებელი ჩავთვალოთ, ხო ეს ოთახი? ეს ზალა. ეს ზალა მისაღები ოთახია. მისაღები ოთახია, ნუ აქაც შეიძლება საწოლს ხედავ. მისაღები ოთახიდან გავდივართ საძინებელში. იმ საძინებელს თავისუფალი წერტილი გამოდის, ხო? დიახ. საუკეთესო ქალბატონი გავიცანი, მე პატრონე. გაჩვენებთ ამ სახლს ბოლომდენ. დაინტერესების შემთხვევაში ტელეფონი იქნება მითითებული მე პატრონის, ქალბატონ დალის დაურეკავთ. ყველაფერს ინფორმაციას მიიღებთ ტელეფონზე გასაუბრებისას. აი ეს მომწონს ქალბატონ დალი. ოთახს რო თავისუფალი წერტილია. ამ ერთს აქვს, ხო? საკუთარი ოთახს. აი, ამ ერთს საძინებელ ოთახს, აი ესე კაფელ მეტლახში აქვს თავისი სველი წერტილები. ფანჯარა გადის ქუჩაზე, სარაჯიშვილზე გადის ეს ფანჯარა. აი ეს არის სველი წერტილი, რომელიც აი საძინებლიდან გამოვდივართ. ერთი საძინებელი ვნახეთ. კარგად მოწყობილი, რა თქმა უნდა, ცენტრალური გათბობით. ყველანაირი ავეჯით და ტექნიკით არის მოწყობილი. გამოვედით ისევ მისაღებ ოთახში. ტელევიზორი, აი ავეჯი, ტექნიკა, ყველაფერი. და ეხლა ნახოთ აბა მეორე საძინებელი. მეორე საძინებელი, ესაც ფანჯრიანი, განათებული, გამჭოლი, რა თქმა უნდა. ეს მეორე საძინებელი. პარკეტია, ძველებური პარკეტია. ეს მეორე საძინებელი. აი ეს შევალთ ახლა მეგობრებო მესამე საძინებელში. აი 2 საწოლია. ნუ ამასაც აქვს ფანჯარა და აი ფანჯარა გადის აი აქ შემოსასვლელში. და ესაც ნიავდება თავისთავად ის ფანჯარა რო გაიღება. აი ესაც ესეთი მესამე საძინებელი. საუკეთესო მე მომწონს. პირადად ძალიან მომწონს, ფართია. ერთ რამეს გავუსვათ ხაზი ქალბატონ დალი. ვიზღებულობთ ჩვენ ახლა. უცხოელებიდან აი ხო, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ძაღლი კატა არ იყოს. შო, შინაური ცხოველები არ გვინდა. ძაღლი და კატა რო არ ყავდეთ. ეროვნებას და იმას არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ვღებულობთ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მესამე საძინებელიც გაჩვენეთ. ეხლა სამზარეულო. შემოვდივარ. სამზარეულო. ლამაზად მოწყობილი. აი ესეთი შეხამებულია შპალიერი, ორფერშია. გაკეთებული, მაგიდა. ყველაფერი გვაქვს სარეცხის მანქანა, გასხურა, მაცივარი, კარადები. ყველაფერი ცხელი-წყალიც გვექნება, რა თქმა უნდა. იქნებ ერთი აბაზანა. ერთი აბაზანა ტუალეტი აქ გქონია, ვარა ლამაზად არის დამალული. აი მეორე აბაზანა ტუალეტი, მეგობრებო. ანუ 2 აქვს რა, იმ საძინებლიდან შეიძლება გამოიყენოს იქ ვინც იძინებს. და დანარჩენი საძინებლებიდან აი აქ გამობრძანდებიან. სადაც იქნება თავისუფალი შემოქმედება. რა თქმა უნდა. სავარაუდოდ ეს იქნება თავისუფალი ღამე. 2 სველი წერტილი, 3 საძინებელი. რუსთაველზე ვიმყოფებით, გიმეორებთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სარაჯიშვილის 8 ნომერში. ბინა დაკეტილია, აქ რომ მოხვიდეთ, მე პატრონს ვერ შეხვდებით,
უნდა დაურეკოთ ტელეფონის ნომერზე, ქალბატონ დალის წინასა შევთავაზეთ და ნომერი ვთქვათ. დიახ, 577 დიახ. 72 25 90. ძალიან კარგი, ეს ნომერი ვიდეოს ქვეშ იქნება მითითებული. დიახ. აი ესეთი საუკეთესო სახლი გაჩვენეთ. მობზანდით, დაურეკეთ მე პატრონეს, თანხას და ყველაფერს გაიგებთ ტელეფონზე გასაუბრების დროს უშუალოდ მე პატრონესთან. გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, თქვენ უყურებთ ლადოს არხს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც არ აქვთ გამოწერილი. დაელოდეთ მომავალში ახალ ვიდეოებს. გემშვიდობებით.